სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალთან მყოფი უკრაინის 65 მოქალაქეს სამშობლოში ნებაყოფლობით ჩარტერული რეისით მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო მათ გადაყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა აღნიშნული პირების უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. როგორც ცნობილია, სასაზღვრო გამტარი პუნქტის დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში რუსეთიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა. ისინი ითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე კი აღნიშნულ პირებს არ მიეცათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. გასული თვეების განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოს უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით ასევე გამოყენებული იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინულ მხარესთან. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება. 25 მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ეს პირები ორ თვენახევარის განმავლობაში იმყოფებოდნენ დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მათი შემოშვება ქვეყანაში არ ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი არ აკმაყოფილებდნენ კანონით გასაზღვრულ საზღვრის კვეთის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მათი წარსული და მათი განხორციელებული ქმედებები იძლეოდა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ქვეყანაში შემოშვების შემთხვევაში ქვეყნის უსაფრთხოებას და მაწესრიგს ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები ჰქონდა უკრაინულ მხარესთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საბოლოო ჯამში დაორგანიზდა მათი ორგანიზებული გაყვანა ქვეყნიდან და დაბრუნება საკუთარ სამშობლოში. ამისათვის ორი ჩარტერული რეისით 65 მოქალაქე გაემგზავრა ჯერ მოლდოვაში, ხოლო შემდგომ ისინი დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. მე მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ იმ პირს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ დარჩენილი პირები, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ისინიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. 54 პირი დააკავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა და შეძენა შენახვა ედება ბრალად. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისა და შეძენა შენახვის ბრალდებით დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატიურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების ავტომობილების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორები, ხოლო ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს რუსეთის საზღვარზე მყოფი უკრაინელების სამშობლოში დაბრუნების შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გააკეთა. ანდრეი სიბიგას ცნობით 21-22 აგვისტოს თანამოქალაქეების ტრანსპორტირება საქართველოდან უკრაინაში მოლდოვის ტერიტორიის გავლით განხორციელდა. სიბიგა განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებს ტრანზიტული მარშრუტის ორგანიზებისა და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების ხელშეწყობისთვის. მისი ცნობით დაბრუნებული 65 მოქალაქეს შორის 10 ქალია და 8 მძიმედ დაავადებული პირი. უკრაინის საგარეო უწყების ცნობით დარიალის გამშვები პუნქტიდან დაბრუნებული უკრაინელების საერთო ოდენობა ამ დროისთვის 109-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, უკრაინის სალჩოებთან, უკრაინულ უწყებებთან და ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით აგრძელებს მუშაობას დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებიც გამოთქვამენ უკრაინაში რეპატრიაციის სურვილს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჰუმანიტარული კრიზისი ივნისის მეორე ნახევარში შეიქმნა, როდესაც რუსეთმა მიზანმიმართულად მკვეთრად გაძარდა აღნიშნულ გამშვებ პუნქტში დეპორტირებული უკრაინელების რაოდენობა. თვითმმართველობის არჩევნებამდე თვე ნახევარი რჩება. ვის რა სტრატეგია აქვს და გეგმა აქვს 4 ოქტომბრისთვის. მზადება გრძელდება. ნაციონალური მოძრაობა კვლავ მშვიდობიან რევოლუციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს არ არის და რეჟიმის დემონტაჟი ქუჩაში მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ჭირდება მშვიდობიანი რევოლუცია, რათა მოშორდეს რუსული რეჟიმი და მე დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება საქართველოში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს რუსულ რეჟიმზე. გამარჯვების გეგმას იწონებს ქართველი ხალხი და ამას ჩვენ ვნახავთ აუცილებლად 4 ოქტომბერს. 4 ოქტომბერი არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღე. არა საარჩევნო უბნებთან მისვლით, არამედ იმ პროტესტით, რომელი პროტესტით დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოიხატება ქვეყნის მთავარ მოედანზე და იქ იქნება 100,000-ობით ადამიანი. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს არის უმნიშვნელოვანესი. დღეს დაუმორჩილებლობა არის ყველაზე სწორი გზა აი ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მშვიდობიანი დამხობა რას ნიშნავს ტერმინოლოგიურად მე არ ვიცი და ეს პირველად ჩემი ცხოვრების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისგან გავიგე რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა. ხო მეორე გვინცით რომ ჩვენმა პარტიამ პირველივე დღიდან განაცხადა რომ ამ არჩევნებს ბოიკოტს არ უცხადებს, რომ ჩვენი პარტია არის ის პარტია, რომელიც გააკეთებს ყველაფერს ქვეყანაში გამოიყენოს დემოკრატიული ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომ თუ ცვლილება მოხდება, ეს ცვლილება უნდა იყოს აუცილებლად მშვიდობიანი. ამაში მე როგორც იცით ჩამოგვიერთდა ლელო ძლიერი საქართველოს და ჩვენ ერთობლივად მემორანდუმს მოვაწერეთ ხე. საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას, არ დაუშვებს იმას, რომ ვიღაცეებმა გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყოს სისხლისღვრა ქვეყანაში, ხალხის დაპირისპირება, ეს არ მოხდება. ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მოწოდების სიმაღლეზე. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ხო ცხადია, ხო ყველა ვერ იქნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ხო? ვიღაცას არ მოწონს ხელისუფლება, ვიღაცა შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს, ამისთვის არსებობს არჩევნები, ხო? ყველა ხო არ არის მოგონილი არჩევნები. ვირჩევთ ბრძოლას არჩევნებში ბრძოლით მონაწილეობას. მათი სტრატეგია დანარჩენი ოპოზიციის არის სხვაგვარი, სხვაგვარი გზები აქვს. ჩვენ იმ გზის არ გვჯერა, არ მგონია რომ ის შედეგის მომტანი იყოს, თუმცა მე მათ პოზიციას პატივსცემ, მიუხედავად იმისა, რომ უღმერთოდ გულანძღავენ და აბსოლუტურად დაუკრეფავში არიან ჩვენთან მიმართებაში გადასულები, ამ ღმერთმა შეუნდოთ. ამის მიუხედავად მე მჯერა, რომ მათ გულწრფელად უნდათ ქართული ოცნების დამარცხება და მე პატივსცემ ყველა იმ ადამიანს, პირადად ჩემდამი დამოკიდებულების მიუხედავად, ვისაც უნდა აი ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების დამარცხება. ამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, პროექტის მიზანი, რომელიც ახლა აირაის ეგიდით მიმდინარეობს და უნდათ რომ განახორციელოთ, არის სულმცირე ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამენაირად დააზიანონ და ამ არჩევნების შესაძლებელია ჩაშლაც კი იყოს ამ აქციის მიზანი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში არის არა სამართლიანი მიდგომა, არა შედეგებზე დამყარებული მიდგომა, არამედ ჩვეულებრივი კვლავ ძველი, ასე ვთქვათ, პოლიტიკის გაგრძელება, რომ ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ხერხებით მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების ვადა 31 აგვისტოს იწურება. სწორედ ამ თარიღის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ შეაფასებენ ევროკავშირში საქართველოს მიერ შესრულებულ ვალდებულებას და დაიწყებენ თუ არა მსჯელობას ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე.
ერთმან უკნას საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ თუ ჩვენს ევროპაში ინტეგრაციის საკითხს ამ შემთხვევაში კონკრეტულად უვიზო რეჟიმს საფრთხე შეექმნა და რეალურად ეს განხორციელდა და რა თქმა უნდა ეს არ მინდა მე რომ მოხდეს ქვეყანაში, ეს არ მინდა მე რომ მოხდეს საქართველოს მიმართ, ეს იქნება თავიდან ბოლომდე რუსული რეჟიმის ქმედებების დამსახურება. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შემდეგ პირველ რიგში პროტესტი ვისგანაც წამოვა ოცნების ამორჩეულისგან, რომელიც ოცნებამ 2024 წლის არჩევნებამდე მოატყუა და უთხრა, რომ თურმე ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში გააწევრიანოს და 24 წლის არჩევნების შემდეგ საერთოდ რეგიონში ყველაზე მაჩვენებელ ქვეყანა და გავხდით ევროკავშირში თავი დავანებოთ. სამხრეთად ჩვენი როლი შეითავსა აბსოლუტურად, უფრო მეტიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ლიდერების თვითმიზანი არის საერთოდ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექცეს. ეს არის ერთ-ერთი ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იზოლირებულ ქვეყანაში მოგეხსენებათ, რომ ძალიან მარტივია შავი ფულის კეთება და შემდეგ ამ ფულის დაცვა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად რეალობას არის აცდენილის მოთხოვნები, რომელიც იქნა გაჟღერებული და არაფერ კავშირში არ არის ვიზა ლიბერალიზაციასთან. ერთის მხრივ გეუბნებიან ეს ევროკომისიამ რაც გამოაქვეყნა, ხო? ქვეყანას აქვს წინ გადაგონილი ნაბიჯები, წინ მივდივართ, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, მეორეს მხრივ მათ არ მოწონთ საქართველოს ხელისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს ამას, რომ ჩვენ არ ვართ ვიღაცის წარმომადგენლები ამ ქვეყანაში, აგენტურა და არ ვაკეთებთ რაღაც ერთი თითის დაკნევით მათ გადაწყვეტილებებს, არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ყველაფერი დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ასარაბრალებენ ევროპელებს ან ევროპელ პოლიტიკოსებს ან ევროკავშირს ან ევროსაბჭოს. კიდე კარგად გვითმენენ. კიდე კარგ ახანს გვითმენენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ჩვენ აღარ ვიქნებით ევროსაბჭოს წევრები, ნუ ახლა ევროკავშირზე საერთოდ ფიქრი და ოცნებაც კი, ნატორაც კი აღარ შეიძლება ისე მიდის ყველაფერი, მაგრამ ხო, ქართული ოცნების ენა წაგდებული და უზრდელი ლიდერების დამსახურება თუ ჩვენ გამოგვაძევებენ ევროსაბჭოდან თუ ჩვენ შეგვიწყვეტენ ვიზა ლიბერალიზაციას, ეს იქნება ქართული ოცნების დამსახურება და არა ევროპელების ბრალი. ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, ვინაიდან არ ვფიქრობთ, რომ ამ დონის სითავხედე ეყოთ, რომ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გააჩერონ ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა განცხადებების დონეზე, რა თქმა უნდა, სექტემბერში ჩვენ ველოდებით, რომ შეიძლება იყოს რაღაცა ისეთი ტიპის განცხადებები, რომელმაც გამოიწვიოს, როგორც უკვე აღნიშნე, ხელოვნური აჟიოტაჟის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან კარგად იციან, რომ ეროვნული ხელისუფლება, ქართული ოცნება ამ შემთხვევაში არ იტყვის უარს არც უსაფრთხოების დაცვაზე და არც ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე და შესაბამისად არის, რა თქმა უნდა, იმისი ალბათობა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, აჟიოტაჟის შემოსატანად სექტემბრის თვეში. არჩილ მუსელიანს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ხვის ნივთის განზრახ დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით არის დაკავებული. მუსელიანსი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ადმინისტრაციული მუხლით, მოგვიანებით კი წარდგენილი ბრალი გადაუკვალიფიცირდა. წინასწარ წერ, იმიტომ რომ ვიცი მომისჯიან, მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამშობლო პატიმრობის განცდებს გეტყვით. საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მომავალი. 6 წელს რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი. არჩილს არაფერი არ დაუჭრავს, არჩილს არაფერი სამართალ წინააღმდეგ არ ჩაუდგენია. მისი დანაშაული იყო, რომ დადიოდა აქციებზე და არის და იქნება საქართველოს სამშობლოს მოყვარული ბიჭი. მივმართავ მის მოსამართლეს ძალიან ცუდი გააკეთა არჩილისთვის არა, მისი შვილებისთვის. თორე არჩილისთვის ეს 4 წელი ჯერ ერთი არ იქნება, იმიტომ ესენი მალე დამარცხლებიან და მის შვილებსაც გამოეყოფათ თავი, რომ ვერ გავლენ. გამომტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი ჩვენი კანონმდებლობითაც თუ პირს ნასამართლეობა აქვს ამ შემთხვევაში სასამართლო შეზღუდულია რომ მინიმუმს პლუს 1 უნდა გამოუტანოს ანუ თავისუფლების აღკვეთა ამ შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე ითვალისწინებდა და რა კი გამომტყუნებელი განაჩენი გამოვიდა ამ შემთხვევაში მაგ ნაწილში მე არ ვიძახი რომ საერთოდ განაჩენია სწორი სასჯელის ნაწილში მიუხედავად იმისა რომ უსამართლოა ეს განაჩენი და უკანონო არის სასჯელის ნაწილში ამ კუთხით მოსამართლის მსჯელობა რა თქმა უნდა სწორი იყო იმიტომ რომ
თუ გამამტყუნებდა მინიმუმ 4 წელი უნდა მიესაჯა. თუმცა ჩვენი პოზიცია იყო და არის ის, რომ საერთოდ 4 წელი კი არა, თავისუფლების საფუძველზე არ უნდა გამოიყენებინა, იმიტომ რომ დანაშაული მის მხრიდან არ ყოფილა ჩადენილი. საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო 20-ულშია. ასეთია ევროკომისიის კვლევა, რომელსაც ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი აწარმოებს. ევროკომისია ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსს ავრცელებს, სადაც საქართველომ შეფასების 10-ბალიანი სისტემით 6.79 მიიღო. სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, იტალიას, საბერძნეთს, ლატვიას, სლოვენიას, მალტას, ესპანეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთს, პოლონეთს, ხორვატიას, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას. ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გვთავაზობს და თითქოს უნდა რომ ხალხი რაღაცას დააჯეროს, რეალობა რა არის ქვეყანაში და რას ხედავს ხალხი. ეს არის მთავარი და არა ის, რას ამბობს დღეს ეგრეთ წოდებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს თავიდან ბოლომდე რომელსაც თავიდან ბოლომდე იმისთვის აქვს სადავები მოპოვებული, რომ საკუთარი კეთილდღეობა შექმნან და არა იმ ხალხის კეთილდღეობა შექმნან, რომელ ხალხთანაც არიან პირდაპირ პასუხისმგებლები და ვალდებულები. ამ ინდექსის გამოქვეყნების შემდგომ, რაც უკვე ცხადი გახდა, რომ მათ შორის ევროკომისია აქ მთავარი ერთ-ერთი ავტორი ამ ინდექსის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის ინდექსით სახელმწიფო არის საუკეთესო 20-ულში. შესაბამისად, კანდიდატ ქვეყნებზე რომ აღარაფერი თქვა, სადაც უსწრებს საქართველოს კანდიდატ ქვეყნებს, ბევრ სხვა წარმატებულ ქვეყანას უსწრებს მსოფლიოში. ეს არის მოცემულობა. ჩვენ სასამართლო რეფორმის ყველა ტალღა ფაქტობრივად გავატარეთ, მათ შორის ევროპული რეკომენდაციების შესაბამისად. ჩვენ ხედავთ, რომ ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს სოფლიო სასამართლო სისტემაში 36 ადგილს იკავებს და ევროპაში საუკეთესო 20-ულში არის შესული. ამასთან ერთად გავითვალისწინოთ, ერთ-ერთი ფუნდამენტალური მოთხოვნა იყო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნა. ანუ ეს არის მოსამართლის დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი გარანტია. დღეს თუ არ ვწდები 368 თუ 370 მოსამართლე არის საქართველოში. მხოლოდ 1% არის დარჩენილი, ვინც არ არის უვადოდ დანიშნული. ახალი საფეხბურთო ცენტრი ავაზა გაიხსნა დიღმის მასივში. აღნიშნული ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებობდა, თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტს დაუბრუნა და 2022 წელს ფეხბურთის ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადასცა. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო სტანდარტული და მინი მოედნები, ტრიბუნითა და განათებებით. ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი გასახდელებით. ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენებას ბავშვთა ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ შეძლებენ. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, FIFA-ს პროგრამა ფორვარდისა და UEFA-ს პროგრამა ჰეტ-ფრიკის დაფინანსებით განხორციელდა. ირაში ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს რამდენიმე ათეული ასეთი საფეხბურთო ცენტრის შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენს რეგიონებში, ასევე ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა ახალი სტადიონის შესახებ, რაც იქნება ასევე ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის განვითარების ისტორიაში და რა თქმა უნდა ეს პროექტიც წარმატებით განხორციელდება. მულტიფუნქციური სპორტული ცენტრები, ყველა მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში ქართული ფეხბურთი, ისე როგორც ზოგადად ქართული სპორტი კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს. არასოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამდენი აღშენებლობა სპორტული ინფრასტრუქტურის არ განხორციელებულა და ეს მხოლოდ დასაწყისია. პრემიერმა ისაუბრა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან ბევრი მოედანი და სპორტული ობიექტი შეემატება ჩვენს ქალაქსაც და ასევე რეგიონებშიც ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება. ცნობისათვის მაინც ვიტყვი, ვერ ვეშვები იმ თემას, რადგან ეს პროცესი მუდმივად სპეკულაციის საგანია, უნდა იცოდეს, რომ მე თავად ვსწავლობდი ამ საკითხს და დაახლოებით 2012 წელს მხოლოდ 12000 რეგისტრირებული ფეხბურთელი იყო და კითხვა მარტივად შეიძლება დასვას საზოგადოებამ, რომ დღეს რამდენი არის და დაახლოებით როგორც ლევანმა მომაწოდა ინფორმაცია 50000 არის, 4ჯერ და 5ჯერ მეტი ადამიანი არის ჩართული
დღეს ფეხბურთში და ფეხბურთს თამაშობს და უამრავი ბავშვი და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ გეგმავთ, კიდევ უფრო გაორმაგდება და გაათმაგდება მსურველების რაოდენობა. ძალიან ცუდი და მავნებლური პრაქტიკა იყო, როდესაც ხდებოდა გასხვისება სპორტული მოედნების, რეკრეაციული არეალების იმისთვის, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ და პირდაპირ ვიტყვი, ხა არ მინდა ვიღაცამ ტრაბახი ჩამითვალოს, მაგრამ ეს არის სიმართლე, რეალობა, რომ არა ჩვენ შეიძლება აქ რამდენიმე სართულიანი კორპუსები ყოფილიყო აშენებული. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ პირველ რიგში აღნიშნული ტერიტორია დაუბრუნეთ მუნიციპალიტეტს და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განვახორციელეთ ეს შესანიშნავი პროექტი. ხედავთ, როგორ კეთილმოწყობილია ყველაფერი და არის ფიქრობთ, რომ ამაზე გავჩერდებით. პირიქით ვაგრძელებთ და ბევრი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები შეემატება ჩვენს დედაქალაქს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ დღეს ნამდვილად ძალიან ემოციური დღე არის ჩემთვის, ვინაიდან თითოეული საფეხბურთო ცენტრი, სტადიონი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში კეთდება, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის, მაგრამ ემოციურია იქიდან გამომდინარე, რომ მე ამ ადგილას ამ სკოლაში გავიზარდე, დავიწყე ფეხბურთის თამაში, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის და ბედნიერი ვარ და ვამაყობ, ამიტომ ამ სკოლაში გავიზარდე. და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ეს ამ სახით უკვე შესაძლებლობას ვაძლევთ ახალგაზრდა თაობებს, რომ იგივე გზაზე დადგნენ, ითამაშონ ფეხბურთი. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს მართავენ ქართული ოცნების წარმომადგენლები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარდლამ წიგლაურის სოფლების, მღრელის, მინაძისა და ჭაჭარაქის მაცხოვრებლებს შეხვდა. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი გქონდა, ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე ბოლო წლების განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა ამ სოფლებში, მოეწყო სკვერები, საბავშვო ბაღები, სკოლები. გეგმავთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი მუნიციპალიტეტი, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება იმ პროგრამების განხორციელება, რასაც დღემდე ახორციელებდა ჩვენი მთავრობა, მართველი გუნდი, ქართული ოცნების ეგიდით და ეს პროექტები მიმართული იქნება ადგილობრივი მაცხოვრებლების, ჩვენი რეგიონის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური წინსვლისათვის. ბატონი ვაკო წიგლაური, რომელსაც ვიცნობ ბავშვობიდან, პიროვნება არის ძალიან საყვარელი ადამიანი, ძალიან მოსიყვარო ადამიანი და დიდი პატივი გვაქვს მისი, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ეს ახალი კანდიდატი, რომელიც გაითვალისწინებს მთელი მესხე ჯავახეთის გულისკივილს და მხარში დაუდგება ჩვენ ხალხს. პარტია ლელო ძლიერი საქართველოსთვის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს შეხვდა. ისაუბრეს დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის, ავარიულ სახლების და მეტროსადგურების მდგომარეობაზე. ერთი შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს და ეს გაასაღეს იმათ, რომ მოხდა ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია. ამ ეზოდან გაყვანილია დაახლოებით 18 ოჯახი და მინდა გითხრათ, რომ 2014 წლიდან დღემდე თბილისის მერიას 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული მხოლოდ იმაში, რომ გადაიხადოს ქირა. ამას შევცვლით აუცილებლად 4 ოქტომბერს და ის 80 მილიონიც და დანარჩენი ფულიც მოხმარდება პირველ რიგში ავარიული შენობების გამაგრებას და ქირაში წლობით გაყვანილი და ქუჩაში გაყრილი ხალხის უკან საკუთარ სახლში დაბრუნებას. აი ამას გვირდებით ჩვენ. ახლა ვართ ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა, მაგრამ რომელსაც არც ერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია. ჯერ დაიდგა ატრაქციონები და შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, რომელმაც 3 წელი გასტანა. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გორელს და ყველა ქართველს მოუწოდო გამოვიდნენ, იბრძოლონ ჩვენთან ერთად, ახლავე მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დაიბრუნონ გორი, დაიბრუნონ შიდა ქართლი, დაიბრუნონ საქართველო. სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ორი მეწარმე სუბიექტი ამხილა საგამოძიებო სამსახურმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კამპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. მატერიალური სარგებლობის უკანონოდ მიიღების მიზნით კი ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქციისა ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის 2 მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება.
გამოძებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათ დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით 2025 წელს გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები. მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული რძის პროდუქტებისა ბრალდებულების მიერ სამეგრელოს რეგიონის 2 მუნიციპალიტეტში მდებარე საბავშვო ბაღებისთვის ხდებოდა დაბალკალორიული და იაფასიანი რძის ნაწარმის მიწოდება, რა გზითაც მოტყუები დაეუფლნენ დაახლოებით 20,000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილით.